ჩვენ სტუმრად მივდივართ ადამიანთან, რომელმაც სიმღერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ლაპარაკით კი არ იცოდა. წამოდით ერთად ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი, რომელმაც შემდეგ თავისი ხმით მთელ საქართველოს შეაყვარა თავი. და ახლა ვნახოთ ვინ არის. გამარჯობა. კეთილი იყოს. ჩვენი ფეხი, გამარჯობა. გაკოსმის პროცესში ხარ ხო? ძალიან მოიდა დავიწყოთ. კი ბატონო. ბარბარა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ დამთავრდი ინტერვიუზე, იმიტომ ეს ჩემთვის არის ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს, იმიტომ რომ როდესაც დასაწყისში ვარ და ამ დროს საფორთი არის, აი ყველაფერს ნიშნავს რა. და გამოგიტყდები, რომ ეჭვი არც შემპარვია, რომ უარს მეტყოდი. აი არ ვიცი რატო, მაგრამ ალბათ იმიტომ რომ ვიცი შენს ყველა ნაბიჯს ასე მოყვებოდით ჩვენს და ვიცით შენი ნაბიჯები და ალბათ შორის ძალიან იღბლიანი ფეხი მაქვს, სადაც მივედი ესე საწყის სტარტაპზე, საწყის ეტაპზე, ყველაფერმა ძალიან კარგად გააგრძელა მოღვაწეობა და კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ. ჩემი ფეხიც კეთილი იყოს შენ სტუდიაში და უფრო დიდ სტუდიებში მოვსულიყავით მე. ასე იყოს, არ არის პრობლემა. თან უფრო დიდი კამერები ხო, ჯერ ჩვენ არ გვყავს სპონსორი. ვეთყობა ხო? აუცილებლად არ ყავს სპონსორი და სხვათა შორის ჩემო მეგობრებო, ასეთი კარგი ადამიანები. მინდა რომ გავაჟღერო თქვენი რაღაცა ნაწარმი თუნდაც და ხელდაუჭრელებული მოვიდეთ სტუმართან. ბარბარა, ხო ეთანხმები ამ ყველაფერს? კი ბატონო, სპონსორი აუცილებელია ჯერ მარტო იმისთვის, რომ შენარჩუნდეს мотиваცია. და ჩემი აზრით, ვინც ნახავს, ну საწყისზე ხა, არაფერი არ არის, მაგრამ ვინც ნახავს, შემდეგ უკვე ძალიან ბევრი დაინტერესდება იმით, რომ ხელი შეგიწყოს. მოდი ბარბარა, ეხლა ყველაფერი ჩვენ დავიწყოთ იქედან, საიდანაც იწყება შენი ისტორია. შენი ისტორია იწყება ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, და კახეთიდან. მომიყევი, როგორი იყო ბავშვობა კახეთში და მაშინ როცა შენი სიმღერა მარტო ხეს, ცას, შენს მეზობლებს და ოჯახის წევრებს ესმოდა, აი ეს პროცესები მომიყევი, როგორი იყო? ეგ პროცესი ძალიან ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ ნუ ეხა ვისაც სიმღერა უყვარს და რაღაცა ყველა მღერის, ხო? ელემენტარული ჭურჭლის რეცხვის დროს ყველა წაიღიღინებს ელემენტარული სახის დალაგების დროს ყველა ღიღინებს და ნუ არავის არ უყვერდა ეს ჩემი ღიღინი, ეს ჩემი ხალისი, იმიტომ რომ ბავშვი ხარ, ეხა მაინც ყოველ შემთხვევაში ბავშვი სილაღესთან ასოცირდება, მაგრამ თუ ასეთ სერიოზულ სახეს მიიღებდა ეს ყველაფერი, არავინ არ ელოდა ამას. ეს ღიღინი, როდის გადაიდო რაღაც ეს მარტო ღიღინი არ არის. რაღაცა მე მგონი ვოკალი კარგი გვაქვს. არ მახსოვს, სხვათა შორის ეგ როდის მოხდა, მაგრამ აი მახსოვს, როცა სიმღერას დავიწყებდი ხოლმე ოთახში ვიყავი ხოლმე, გარეთ არ მღეროდით, ერთად უკვე ეს სადღაც 9 წლის შემდეგ, გარეთ აღარ მღეროდი კიბეზე და იმაზე. და ბებო შემოვიდოდა ხოლმე სახლის ბებო, შემოვიდოდა ხოლმე და ფანჯრებს დახსნიდა, რომ უნდოდა რომ შეიძლება გასულიყო ჩემი ხმა და გაიგო ყველას ჩემი ხმა, ხო? და რა ვიცი, ძალიან ისეთი ჩემი ოჯახისთვის ყოველთვის კარგად მღეროდი რა. ეხლა როგორც ხდება ხოლმე რომ შვილი ყოველთვის კარგად აკეთებს რაღაცებს, ეგრე იყო ჩემი ოჯახისთვისაც, რომ ესე არც ძალიან სერიოზული სახე ქონდა ამას და არც ის რომ აი მთლად ყრუ არის ეს ბავშვი რა. ესეც არ იყო რა. მაგრამ ნუ ყოველი შემთხვევისთვის მქონდა ის მდგომარეობა, რომ სიმღერის ხალისი შემნარჩუნებოდა. ეს არის ყველაზე მთავარი. ნახე რა მითხარი. აი, როდესაც შენ მღეროდი სახლში, არ ვიცი, ხელში მიკროფონის ნაცვლად სამარცხელი გეჭირა, კი ბატონო. დისტანცია. კი ბატონო. მეც ვიჭარ ხოლმე სადაჟორის გამოგიწევ. რომ მღერით მე ჩემი დაკალი. მოკლედ, რომ მღეროდი, შენს თავს სად ხედავდი? აი, სად მღეროდი, სად იყავი, ვის უმღეროდი, რა ფიქრებში იყავი? ხო, ეგ იყო, სულ მეჩვებოდა ხოლმე ბებო, რომ თვალები გაახილე, როცა მღერი. არა და მე აქ ვიყავი, იქ სადაც წარმომედგინა რა. აი თვალებს ერთხელ რომ დავხუჭე თვალები და აი ჩემს ხმაზე რომ დამბურწყლა, აი ეგ იყო ყველაზე მაგარი შეგრძნება და აი მანდ მივხვდი რომ აი ეს არის ის რაც მინდა რომ ვაკეთო მთელი ცხოვრება რა. ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ მივხვდი რომ აი ის საქმე ვიპოვე, სადაც
სადაც მინდოდა რომ აი იმით მთლიანი ცხოვრების გზა ამ საქმის კეთებით გამევლო და აი სიცოცხლის ბოლო წუთამდეც ეგ საქმე მეკეთებია რა. სადაც ახლა ხარ, ამას ხედავდი შენ იმ შენს ბავშვობაში? არა, ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო, სიმართლე რო გითხრა, აი ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო, აი მე ეკლესიაშიც დავდიოდი 12 წლიდან, იქ ჩვენთან სოფლის იქით გაიხსნა მოშორებით დედათა მონასტერი 2012 წელს და იქ დავდიოდი გალობაზე, მაგრამ აი როგორც ასეთი რომ აი თუნდაც ლოცვით მელოცა და მეთხოვა ღმერთისთვის რომ აი ღმერთო ცნობილი ადამიანი გამხადე და წარმატება მომიტანეს სიმღერაში არასდროს არ ყოფილა ეს ასე. აი არ ვიცი რატო, მაგრამ მთელი ბავშვობა დედას თუ იმას მასწავლიდა რომ უნდა ყოფილიყავი მადლიერი ღმერთის და ის რისი დამსახურებაც მე მექნებოდა იმას აუცილებლად მომცემდა და არა ის რომ აი უნდა ილოცო და თხოვო და ევედრო და ემუტარო. არა, უბრალოდ უნდა თხოვო ისეთი რაღაცებიო, რის ატანასაც შეიძლება, ანუ მომივლინე ის ბედნიერება, რის გადასტანასაც შეუძლება. ნუ ასეთ რაღაცას შეგონებებით მზრდიდა დედა და ნუ ყოველ შემთხვევისთვის მე ვიცოდი რომ რასაც დავიმსახურებდი, იმას მივიღებდი რა. ეს შინაგანად ამის ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ ამდენი თუ დავიმსახურე, ასეთ პატარა ჯერ კიდე წინ რამდენი გაქვს? ნახოთ. სხვათა შორის წელს ვხვდები 25 წლის და აი სადღაც 13-14 წლიდან შეგნებული ასაკიდან უკვე ნელ-ნელა შეგნებული ასაკიდან უკვე სწორედ მეგონა და მგონია რომ აი 25 წლის შემდეგ დაიწყება ახალი ეპოქა ჩემს ცხოვრებაში. რატომ მგონია არ ვიცი. არის ფოტოში. შინაგანად გრძნობ ამ ყველაფერს, რომ 25 წლამდე იყო აი ფაქტობრივად გამოცდა ჩემი რომ აი რისთვის ვარ მზად, რა შემიძლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩემი ცხოვრება მქონდა 3 ეტაპად დაყოფილი. 18 წლამდე, 20 წლამდე და 25 წლამდე. ეს იყო ეტაპი. ხო, ანუ სადღაც 12 წლის ვიყავი. ოღონდ ეგ იყო აი რამ განაპირობა ეს დაყოფა? აი როცა აი არ ვიცი, ზოგადად ჩემს სიტყვას რასაც ვამბობ, იმდენად მჯერა თითოეული ჩემი სიტყვის და დედა ჩემის სიტყვის, რომ აი ყოველთვის მგონია ხოლმე რომ ეჭვი არ მეპარება რა და ყოველთვის მგონია რომ ახდება. აი 13 წელს რო ვიყავი, ახლა პუტკუნა ვიყავი, რა თქმა უნდა და რომ მითხრეს რომ არ გინდა გახდე რაღაცა, ჰაი ჰუი, ნუ ეს ხა ყოველთვის ახლობლებისგან მიყო ეს მოწოდება იმის რომ უნდა ჩაჯდეთ სტანდარტებში, რომელიც სტანდარტებიც რომელიც აღარ არსებობს არანაირი სტანდარტი. მაგრამ მაშინ ახლა არ იყო ასე ლამაზად წარმოჩენილი, ასე ესთეტიურად არ იყო წარმოჩენილი ჭარბი წონა რა, ასე რომ ვთქვა. და აქედან გამომდინარე ძალიან შეწუხებული როცა ვიყავი უკვე მე ვუთხარი რომ მეთქი ჩემი წონა 18 წლამდე საყვარელი ვიქნები 20 წლამდე ლამაზი და 20-დან 25 წლამდე უკვე სულ სხვანაირი მეთქი რა აი ზუსტად ასე შეიცვალა ყველაფერი 18 წლამდე ყველა მეუბნებოდა ვაი მე რა საყვარელი ხარ 20 წლის მე 18 წლამდე ვაი მე რა ლამაზი ხარ და ეხლა უკვე საერთოდ ყველაფერს ერთად მანიფესტაციის ძალიან დიდი უნარი ქონია იცი აი ისტორიას რო ვსწავლობდი ხოლმე რომ მეცადინეობდი ისეთ საგნებს რაც მე არ მიყვარდა და ფაქტორულად დისკომფორტის მეტი არაფერი არ იყო ჩემთვის დედას თუ იმას მეუბნებოდა ხოლმე აი ოღონდ შენი ისწავლე და შეგიყვნენ მაღაზიაში და გეტყვიან რომ აიღე რაც გინდა გჩუქნით აი ეს იმასაც წაუღე შენს დასაც წაუღე დედიკოსაც წაუღე ოღონდ შენი ისწავლე და ოღონდ შენ მოინდომე აი სულ ასეთ რაღაცებს მეუბნებოდა ხოლმე რა და 14 წლის ასაკში ზუსტად ეგ დღე დამიდგა რომ რო გადმომცეს პრიზები, შევედი ტექნიკის მაღაზიაში და მქონდა მოცემული ჩარჯო, თანხა და შემეძლო რაც მინდოდა ის ამეღო. ჩემს ახლობლებსაც უყიდე საჩუქრები მაშინ და ჩემთვისაც ვიყიდე ასევე ავეჯის მაღაზიაში და რაღაცა ღმერთისგან ძალიან დაბერტყილი გაქვს მოკლედ ეს მადლი. და საერთაშორის ეს არსად არ მithქვას და აი თქვენთან გავაჟღერებ იმას რომ აი არავინ არის ესე ჩემი ახლობლების გარდა რომ მე რო დავიბადე ან უნდა დაერქმიათ ჩემთვის თეკლა ან ელენე და დედას მქონია გამოცხადება და დამოხვა ბარბარა ან მოთხრა რომ ბარბარა დაარქვია და მამაჩემო რო თქვა რომ მეტრიკაში რა ჩავწერო თუ ბარბარაო და იმ დროს 17 ბარბარა იყო სულ საქართველოს მასშტაბით და კახეთში მგონი არც ერთი არ იყო და იმის შემდეგ წამოვიდა ეს სახელი უკვე იგრძნობა ეს ყველაფერი ბარბარა აი მართლა იგრძნობა ყველაფერს აქვს თავისი მოტივი შინაგანი მოტივი აქვს და როცა ეს შინაგანი მოტივი არის წმინდა გამჭირვალე და სუფთა მე კი არა აბსოლუტურად ყველას გაუმართლებს მე იმიტომ რომ მე ჩემი წარმატება არავის გულის სახეთქად არ მინდა აი მეტიც დედა ჩემი ხა ძალიან ვერ ვსაუბრობ დედაზე მაგრამ დედა ჩემი
ახალ რაღაცას არ ჩაიცმევს, როცა გადის სამეზობლოში, როცა გადის ისეთ ადამიანებში, რომლებსაც აი დაუშვათ შვილები შეიძლება მოსაკითხათაც აღარ ურეკავდნენ რა, იმიტომ რომ მე ხალხს ვერ გავაბოროტებ. როცა აი თქვენ წარმოიდგინეთ, ეხა ისეთ სასაცილო რაღაცა. ანუ ეხა ასეთი გულახდელი მართლა არ სადავ. მე ეგ გულახდილობა მინდა, ჩემი. აი სოფელში ჩამოჯექი თქვია და ამიტომ უნდა ჩამოვჯდე. აი სოფელში, ხო და ესე გეჭორავები როგორ მეგობრები. ჭორაობა მინდა, კი. აი სოფელში მაგალითად მაღაზიაში რომ გავსურვართ მანქანით და მოვსურვართ აი რაღაცა დაგვიწყებია დედაჩემს აი შემოყენებული მანქანა მეორედ არ უნდა გავიდეს რაღაცა იმ საღამომდე იქ მეზობელს უნდა დაურეკოს რამე ხო არ გჭირდება აფთიაქში რამე ხო არ გინდა რომ ვიღაცამო არ გაგვაყოლოსო თუდად თვალიო რა და თქვენ წარმოგიდგენთ ამ ყველაფერს დედაჩემს ისეჯერა რომ რამდენი აი დედის წინ მარბენალი კვიცის პოზიციაში ჩავდეგი მართლა რაღაცა მოხდა მართლა რაღაცა ისეთი მოხდა რომ ან ჯანმრთელობაზე შემექმნა პრობლემა ანის აი სულ იმას მეუბნება რომ გამოჩნდები აი სულ სიყვარული და სიტყვა აფრქვია იმიტომ რომ ხალხმა სხვა თვალით არ შემოგხედოს და არ იმასკნას აი სულ მაგას მეუბნება რომ რაც თომეთ დაგების შეიძლება ხო რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ხალხთან აი ზოგადად თავიდან ძალიან მიჭირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მაგრამ აი იმაზეც კი სულ მეჩხუბებოდა რომ აი შენ უნდა იყო ხალხში შენ უნდა შეგამჩნიოს ხალხმა იმიტომ რომ ხარ ხალხის ერთ-ერთი წევრი ხალხმა შექმნა ხო აი ეგეთი რაღაცა თითქოს კი არა ყველაფერს ხალხი ქმნის ნუ ეგ რა თქმა უნდა და აი ეგ არის შენს შემთხვევაში ლომის წილი აქვს კი აბსოლუტურად აი ვინმე თუ იყო ცოტა სკეპტიკურად შენი სიმღერით მე აი ხა სიმღერით რა უნდა ქნა და აი ესეთი ისინი ყველა ხო ანუ სოფელში ზოგადად არის ისეთი როგორ თქვა კლასობრივი დაყოფა რომ აი ვისაც დაუშვათ აი კომუნისტების დროს რომ ვიღაცას ბაბუა იპარავდა რაღაცას და იმის მდგომარეობა უფრო ისეთი იყო ვიდრე ჩემი რა ანუ მე გულისხმობ თანამდებობის პირები ანუ კლასობრივად რომ იმათი მემკვიდრეობა ბევრად უფრო დიდი იყო ვიდრე დაუშვათ ბაბუა ჩემის შენარჩუნებული რაღაცა შრომი და აქედან გამომდინარე, როცა შენ შესაძლებლობა, მოცემულობა გაქვს სხვაზე მეტი, აი ნიჭიერება, გონიერება გაქვს სხვაზე მეტი, იმას აქვს მატერიალური მდგომარეობა და ვერ იყენებს, იმიტომ რომ არა აქვს დაუშვათ არც უნარი, არც ის, იმისთვის მაქსიმუმი არის იყიდოს ახალი ტანსაცმელი ჩაიცვას და ვсё. ანუ ამას არ გულისხმობ მე ჩემს სტორებზე. მე გულისხმობ აი დედაჩემის სტორებზე, ყოველ ადამიანებზე რა, განაჩემ სამეზობლოში, აი ზოგადად სოფლის და თემის მასშტაბით ვიძახ. და როცა შენ თუნდაც ცდილობ იმას, რომ აი სიმღერით რაღაცას მიაღწიო, დღესაც არის ის დამოკიდებულება, რომ სიმღერა და მომღერალი როგორც ასეთი პროფესიად არ განიხილება ადამიანი. აი თუნდაც ის, რომ მე ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი, შრომის უსაფრთხოებაზე ვსწავლობდი, იყო იმისი ჩაძახებული, რომ მე სიმღერით რაღაცას აი ბოლომდე ფონს ვერ გავიდოდი სიმღერით რა. შენ რო ამერიკაში იყო, არ ვიცი, შეიძლება უფრო ვერ ყოფილიყავ. ნახე, იქ დიდი შესაძლებლობებია, რაღაცა ფართო მასშტაბი არის, შენი ნიჭი რაც გაქვს. და ეს ხმა, საოცარი ხმა, ანუ არ არსებობს იქ არ ყოფილიყო ვინმეს ყურადღების ქვეშ და არ დაინახა. იცი რა არის? მე ზოგადად არ ვარ აი მეოცნები, როგორც გითხარი, აი ლოცვებშიც, სადაც ყველა ადამიანი რაღაცას ითხოვს, იქაც კი არ მithქვამს, რომ ეს ყველაფერი მქონდა. აი მე ვარ რეალისტი, მე ზუსტად ვიცი, რისთვის ვარ მზად, რა შემიძლია და ვიცი აი რა წონა შემიძლია. აი როგორც ჭიანჭველები არიან თავის ზედից წევენ, მაგრამ არ იჭხლიტებიან. აი რაღაცა ეგრევა რა. ის მოცემულობა, რასაც მე ვქნი, შეიძლება ბევრად დიდი მივიღო, მაგრამ იმდენს მივიღებ, რამდენიც მე არ დამაზარალებს. იმიტომ რომ მე მჭირდება პირველ რიგში სტაბილური მენტალური ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა ყველა ფიზიკური ჯანმრთელობაც რა და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რასაც მე ვაკეთებ ახლა ამ ეტაპზე რა ცხოვრებითაც მე ვცხოვრობ სავსებით საკმარისი არის 24 წლის ადამიანისთვის რომელმაც თავისით შექმნა ყველაფერი და არა ვიღაც ანუ გამამხნევებელი სიტყვაც კი არ უთქვამს ესე ვინმე ადამიანს ვისაც მოვუსმენდი რა იმიტომ რომ ეხა ვისაც უსმენ არიან ახლობლები ხო და იმიდი მიაწექი და ასე ნუ ესეთი რაღაცა ჩემთვის ძალიან ცოტას უთქვამს და თუ უთქვამს ის ალბათ ვალდებულების მოხდის მიზნით თორემ აი ვინმეს რო ჩემში რამე რესურსი ჩაედო და რაიმე გაეკეთებია ჩემთვის ეგ არ ყოფილა აი დედაც იმ დღეს იწახდა რომ აი ალბათ როგორი არის აი დედა და მამა რო ყავთო საერთოდ ჩახსნილიო რა იმიტომ რომ ფაქტობრივად 14 წლიდან მე ვინახავ ჩემს თავს ანუ
არ ვარ ისეთი მხარჯველი, ან ყველაფერი მაქვს გამიზნული რა, დაუშვათ. ვიცი რომ დღეს ტუში დაუშვათ, ხო, დღეს არ ვიყიდო ტუჩის ფანქარი დაუშვათ, ხვალ რომ წავიდე ტაქსით სადღაც, იმიტომ მაგრამ როცა ორივესთან ხვალ, რა თქმა უნდა, ან ჩემი სურვილებით, საჭიროებები მაქვს გათვლილი ჩემს ფინანსებზე და აი როგორც ესეთი რომ მე მშობლების დახმარება და ის დამჭირვებოდა 14 წლიდან, არა, განა იმიტომ რომ ბევრი მქონდა შემოსავალი, არა, უბრალოდ რომ ჭკვიანურად ვხარდები და ჭკვიანურად ვისწავლე რაღაცეები. აი ვინ იყო ჩვენ სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი ვინ იყო ის, ვისაც ჯეროდა შენი ბოლომდე? ბებოს ყველაზე მეტად ჯეროდა. მართლა? ხო, ბებო იყო ყველაზე დიდი გულშემატკივარი? ხო, ალბათ მასე ჩავთვლი, იმიტომ რომ აი დედა მეორე სოფლიდან არის გათხოვილი და ძალიან ახლოს ცხოვრობ დიდ. და ბებო გარდაიცვალა მე რო ვიყავი 15 წლის, ნიჭიერის ნახევარფინალამდე 2 კვირით ადრე. გარდაიცვალა ბებო. როცა მომღეროდი, ხოლმე ბებოც მღეროდა ბავშვობაში, სკოლაში როცა დადიოდა და აი გუნდები რო იყო მოყვება შენ. ნუ თლად მოყვება არა, აი უბრალოდ ქონდა კარგი ყური რა. აი არაფერი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული მიღწევებით და იმიტომ რა ის სოფლის დონეზე მომღეროდნენ ხოლმე, ხო, რაღაცა ეგეთი. და ბებო მეუბნებოდა ხოლმე, რომ გადმოვიდოდნენ ხოლმე ჩვენთან ვახშამზე რაღაცა, როცა ვიკრიბებოდით ხოლმე ერთად, შევიყვანდი ხოლმე ოთახში, ჩავთავდით დინამიკებზე და ვუმღეროდი ბოლო ხმაზე რა, და აი დახვჭოდა ხოლმე თორემ და ხიბლიანად იმღერე, ხიბლიანად მიმღერე და აი ამ ხიბლში და ამ ხიბლის ძიებაში განარამე არის ეს ხიბლი, დღემდე არ ვიცი რა არის, მაგრამ აი ეს ხიბლი მე რასაც ვაკვირდები არის ის, რომ სიმღერას უყვები ისე რომ იმას არ ესმის, მაგრამ აგრძნობინე. აი ხიბლი არის გრძნობა ჩემი დაკვირვებით. აი მე მანდ მოვალ, მაქვს კითხვები, მაგ შენ სიმღერებთან დაკავშირებით, ხიბლებთან დაკავშირებითაც მოვალ მანდ. ხო და აი ეგ იყო მთავარი მაპროვოცირებელი იმის, რომ მე არ უნდა გავჩერებულიყავი და მე შემეძლო ხიბლიანად სიმღერა და ჩემი ხმა უნდა გაიგო ბევრს. მე გამოჩნდა პროექტი ნიჭიერი. პროექტი ნიჭიერი და აი მივედით ნიჭიერს. შენ ცხოვრება თითქოს შეგვიძლია დავყოთ ხო ნიჭიერამდე და ნიჭიერის შემდეგ, იმიტომ რომ რადიკალურად ორი სხვადასხვა. აი შემიდარე ერთი დღე ნიჭიერამდე და ერთი დღე ნიჭიერის შემდეგ. აი რა ცვლილებებია. ნიჭიერამდე ხალხი არ მცნობდა, არ იცოდა ვინ იყო ბარბარა და ნიჭიერის შემდეგ უკვე ბევრმა იცოდა ვინ იყო ბარბარა. აი ეს თორე როგორც ასეთი შინაგანი შეგრძნებები, აი როგორც ვთქვი, გადიდგულება, ის რომ აი ის რაც წარმატებას დაუშვათ გამოუცდელი თინეიჯერი გოგოსთვის უნდა შეეცვალა, არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ მე შუშანიკის წამების სწავლაც არ ამც და არც აბოს წამების სწავლა არ ამც და იმის გამო რომ ბარბარა ვიყავი სამხარაძე და იმის გამო რომ ზუსტად იმ პერიოდში ქუხდა ჩემი სახელი უფრო მეტად არც გრიგოლ ხანძთელი ამც ანუ არაფერი არ ამც და აბსოლუტურად ყველაფერი გავიარე ისე როგორც გაიარეს ჩემმა თანატოლებმა უბრალოდ განსხვავება ის იყო რომ მე მცნობდნენ და იმათ ვერ. მაშინ მიწოები და რაღაცაებიც ხო? ხო, მეტნაკლებად იყო, უფრო ხო, იმიტომ რომ ზოგადად როცა ადამიანი დაინტერესებული საზოგადოება, უფრო მეტად ინტერესდებიან ის პირები, რომლებსაც ამ ადამიანებთან აქვს უშუალო. აი, ნიჭიერში შენი მონაწილეობის მიღება. ეს შენი გადაწყვეტა, შენ გადაწყვეტა რომ ეს გადიოდა ეს ამხელა მეგა პროექტი და უნდა წავიდე, თქვი, თუ აი შეგაგულიანეს კიდე ოჯახიდან, რომ მოდი ბარბარა გადიაბა და ვნახოთ რა, გაქვს თუ არ გაქვს. მე რომ ვიყავი 9 წლის, პირველად მაშინ ვიყავი ნიჭიერში გასული, მაგრამ ნუ არაფერი ისე რომ პრეკასტინგზე ვიყავი რაიონში. და მე უკვე ისე მოხდა რომ რაღაც რაიონში დაინტერესდნენ ჩემით როგორ მღეროდი არქიტექტურით და რაიონის ორგანიზაციაზე თუ სამზე მქონდა ნამღერი რა და თან გამოჩნდა ეს ნიჭიერი და თან დაიწყო თან 7 წლები დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით მაგ წელს იქაც სულ მეუბნებოდნენ რომ სადმე წადი და ვინმეს უპატრონო ხარ ესე მეუბნებოდნენ ხოლმე რომ ო კარგი გაგებით რა თქმა უნდა ხო მუსიკალური თვალსაზრისით ხო არავინ არ ანუ ეს შენი ნიჭი აქ არ უნდა იკარგებოდეს აი სულ რომ უმღეროდი ხოლმე რომ ვისწავლიდი სახში სიმღერას წავუღებდი ვაჩვენებდი რომ აი ეს ვისწავლე იცით აი სულ ესე აკეთებდნენ ხოლმე და სულ ის რომ აი როგორ შეიძლება ამ ბავშვს არ ყავდეს პატრონი ისეთი რომ აი რაღაცა გზაზე დააყენოს და თან ეს პერიოდი არის თან ის ან ყველაფერი მიჯრილზე ფაქტობრივად აი შეიქმნა მოცემულობა იმის რომ
მოდი ბარბარა კიდევ ერთხელ სცადე, რადგან შენ ვღერი ხარ კარგად. დედას არ უნდოდა, იმიტომ რომ აი 9 წლის რო ვიყავი გასული და მაშინ ესეთი იმედგაცრუება იყო. ხო, იმიტომ რომ მაშინ გამომყვა ერთ-ერთი ჟიურის წევრი მითხრა, რომ ნუ პროდიუსერები იყვნენ ჩამოსული, გამომყვა მითხრა, რომ აი ძალიან კარგად მღერი და აუცილებლად გადასული იქნები მეორე ტურში. მომცეს კიდეც გულსაბნევი მის რო ეწერა ზედ მე ვარ ნიჭიერი და ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი შევსებული ანკეტა საერთოდ არ იყო იქ. კაი, ხო, ნუ დაიკარგა ის ანკეტა, ასე რომ ვთქვათ. ეგ არ იცის ხალხმა მე მგონი. გავს ნათქვა. არა, არასდროს მე წვრილად მესმე. ხო, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი მან რა მოხდა, ვისი დაუდევრობა იყო, ვისი ის იყო, ვის არ უნდოდა რომ მე გავსულიყავი, ეგ არ ვიცი. მაგრამ ნუ რაც იყო როგორც იყო, მე არ ვიღებ ამ ყველაფერს და მაინც უნდა მომხდარიყო, ალბათ იმიტომ რომ ამას მოყვა იმხელა რაღაც. I will survive სიმღერა, რომელიც მე ნიჭიერში გავიტანე და მაგ სიმღერას ყველას მე ვახსენდები, ზუსტად იმ ნიჭიერისთვის ვისწავლე 9 წლის რო ვიყავი, შეიძლებოდა რომ დაერეკა. კაი რა, ხო დამბურცხო. და ნუ მაგ სიმღერამ თავის გასაკეთებელი გააკეთე. აბა რა, გააკეთე თან როგორ. ხო და აქედან გამომდინარე, დედას მაინც თავს იკავებდა, რომ ის საერთოდ არ ჩაიქნიოს ხელი მე სიმღერაზე. ის ამას დაემატა კიდე ის, რომ ეს მასალა უფრო და უფრო ისეთი მოდიოდა სკოლაში, რომ მე არ მაინტერესებდა და ვერ ვინტერესდებოდი, იმიტომ რომ სიმღერა მინდოდა ყველაზე მეტად და შემეძლო სიმღერის სიმღერის დაუღლილიც და აბოთ სიმღერა. სიმღერაში დაუღლილიყავი, ჩემთვის ეგ იყო მთავარი და მე რომ ხარ მეცადინეობდი რა. პლუს ამას მასწავლებლებს ვერ აუხსნი, ხა იცი რა, მას ვერ ვისწავლე იმის გამო, რომ ის მაგრამ ხო, მაგრამ იმასაც ვაკეთებდი და იმასაც ვაკეთებდი. მე ცუდი მოსწავლე არ ყოფილი, რომ ამას ვერავინ ვერ ითქვის, ვერც ერთი, ვერც მასწავლებელი, ვერც კლასელი, ვერც დედაჩემი მაგას ვერ ითქვის. მაგრამ მე ამას ბაბუაჩემთან დაიწუწუნა დედაჩემა ამაზე, რომ სიმღერა უნდა სურდა, სწავლა არ უნდა და მე ბაბუაჩემ უთხრა ხო და გაიყვანეოდა და ან იმას გეტყვიან რომ გააგრძელო სიმღერა და ან კიდე უფრო მეტად დააკლავ ამ წიგნებსო რომ ვერ მღერისო, თვითონაც მიხვდება რომ ვერ მღერისო და შენთვის რა იყო? მე ეს ისტორია არ ვიცოდი. აი 9 წლის ამბავი. აი შენთვის რა იყო ის ბიცგი? შენც ხო გჭირდებოდა ეხა რაღაც ძალა თუ ბიცგი, რომ ამხელა მეგა პროექტში, რომელსაც ყავს ქუხდა იმ დროს, თან როგორ ახლა არც ვიცი სიმართლე კითხრა რა ხდება, მაშინ ქუხდა, ამხელა აუდიტორია ყავდა, მთქმელი ბევრი იქნებოდა, იმიტომ რომ მთქმელი ყოველთვის არის ნაირ-ნაირის და აი შენ მაინც გაწყარ მე უნდა გავიდე ისე და გახვედი დამაჯერებლად მე გადავიმეორე შენი ყველა სანამ აქ მოვიდოდი და ყველაფერს მოვუსმინე ისე თავიდან და როგორი დამაჯერებელი გამოდიხარ და სრული ამ სიტყვის მეშვეობით ხება დააღებინე ბევრს იცის ჩანსებს კარგად იცით რა იყო მან თავარი მაპროვოცირებელი ჩემი შინაგანი განწყობის მე როგორც ავხსენი წერან და ვახსენე მუსიკალური დავამთავრე და გუნდში მიწერია 8-იანი თუ 7-იანი აღარ მახსოვს ზუსტად იქ და ფორტეპიანოს რო ვაბარებდი ერთ-ერთმა მასწავლებელმა მითხრა თვითონ რაიონში რა რომ ნიჭიერში ვინც იყვნენ გასულები ჩვენი რაიონიდან იმათი სახელი მიხსენა რა რომ ამათ რო უწერიათ 10-ები და შენ გეწერება 8-იანი არ შეგრცხვება იმიტომ რომ ისინიც და მეც ერთად გავდიოდით ხოლმე რაიონის კონცერტებზე ეს ისე ჩამოჩვენა ისე ჩავიხვალ ანუ თითქოს ნიჭიერში და თან ზუსტად იმ წელს გავიდნენ რომელიც წელსაც მე გავდიოდი ნიჭიერში 9 წელს რო ვიყავ გასაგებია და 11 წლის ბავშვს რომ ამ ყველაფერს ასმენებ რომ იმათ რო უწერიათ 10-ები და შენ გეწერება 8-იანი ეს სირცხვილია ეს და უნდა გრცხვენოდეს ამის რა აი ფაქტობრივად ეს მაგრძნობიეს და აი ისე ჩამოყვა ეს რომ აი მზად ვიყავი რომ დამემტკიცებია რომ მე არ მეკუთვნოდა 8-იანი და მე შემეძლო ბევრად მეტის გაკეთება კი ბატონო და როცა ეს დიპლომი ავიღე სოფელში ჩამოიტანეს სოფლის სკოლაში მოიტანეს ეს დიპლომი და რო ჩავხედე და ეს ნიშნები არ იყო ჩემი მასწავლებლების დაწერილი ეს ნიშნები იყო იქ სხვების დაწერილი ნუ მასე უნდა ყოფილიყო რა არ ვიცი ხამანდ რა ხო და რო გამოვიტანე კაბინეტიდან დირექტორის კაბინეტიდან შევედი და მეთქი ნატომას აქ 8-იანი კი წერია მაგრამ 10-იანი რომ მეკუთვნო და ამას დამამტკიცებთ მაისში და თუ ივნისში დავამთავრე მუსიკალური და ივლისში უკვე გავედი პრეკასტინგზე. აი
ბებია ჩემი და ბიძა ჩემი და ჩემს ეუბნებოდნენ რომ შენ თუ არ გაიყვან ამ ბავშვნიშიერის კასტინგზე ჩვენ წავიყვანთ მარტო იცი და დეიდა ბიძა ბებო ყველა ერთად წავედით სოფელი ავიყარეთ ოჯახი ავიყარეთ და წავედით პრეკასტინგზე. თან ეგ არის პერიოდი, როცა აი თბილისში ზოოპარკის ამბავი მოხდა, რასტიქი არ მოხდა და საერთოდ ეხა ჩვენ მგონია რომ აღარ ჩამოვლენ და всё ჩამოვყარეთ. იმედებით, ყურებით, ხელებით და რომ გაჩერდა მანქანა და გადმოვიდნენ, აბა ვინ ხართ კასტინგზე მოახსენდეს, ვაიმე ისეთი ბედნიერი ვიყავ, ისეთი ბედნიერი. ნატო მასწავლებელმა რა ხო ნატო რაო არ მინახავს იმის შენ. მართლა. არ ვიცი ატომღაც გონია თუ რა გამოვწერი არა და მე ისე მიყვარს თითოეული მასწავლებელი, აი ვინც მინდა, ვინც აი ვისაც შევხვდი იქიდან არ ვსაუბრობთ ამ თემაზე, რაზე უნდა ვისაუბრო. ხო, იმიტომ რომ მაგრამ მაინტერესებდა რა კი. ფაქტის სახეზეა და შედეგის სახეზეა, რაღაცა უნდა ვისაუბრო. კი ბატონო. მე გრუიანი არც იმაშვება მიშლის ხელს ბავშვებთან რო ვერაფერს ვერ ბავშვებთან სწავლაში და კომუნიკაციაში არ მიშლის ხელს, სცენაზე რო გავდივარ, ფონოგრამაზე არ მითიშავს. ხო. და აქედან გამომდინარე მე ჩემს საქმეში ეგრუიანი ხელს არ მიშლის არაფერში. რა თქმა უნდა, ეხლა რა კი არა საერთოდ ნიშანს. ხო, ანუ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ მინდა ჩემი თიამაყვან ბოლო წუთამდე. აი ხა შენ როდესაც წახვედი, უკვე ჩამოხვედი ფილარმონიაში და გამოსულიყავი. ლაგოდეხი, ხო ლაგოდეხი, სწორად ვიცი. ლაგოდეხიდან თბილისამდე, აი ეს გზა, მარტო გეოგრაფიული გზა ხო არის. იქნებოდა ფიქრებით სავსე გზა შენთვის, რომ მიდიხარ რაღაცის დასამტკიცებლად ვიღაცის. არა, დასამტკიცებლად ამ შენ თავისთვისაც ანცხოვსაც არ გინდოდა, რომ კი, აი მე მღერი. კარგად მღერი და ბევრმა გაიგოს. ეგ იმდენად აი ბუნდოვანი გზა და იმდენად ვერ ხვდები, ვერ იაზრებ. არ მქონდა ეს ემოცია. აი არ მქონდა, აი თითქოს ისე ნაცნობი და ისე უცნობი იყო ყველაფერი. ფილარმონიაში პირველად ვიყავი, მაგრამ აი ყველაფერს ვცნობდი, ვიცოდი თითქოს სად რა იყო. აი არ მქონდა გაუცხოება ადამიანებთან, რომლებიც არასდროს არ მყავდნენ ნანახი. არ მქონდა გაუცხოება მონაწილეებთან, არ ვერ ვხედავდი კონკურენტს მათში. ხელვა და რაღაცა ეს თუ მქონდა. ძალიან ნაკლებად, იმიტომ რომ მე ვიცოდი უკვე, აი გაზრებული მქონდა ის ფაქტი, რომ აი ან მიდიხარ უცნობი მომავლისკენ, ან რჩები სადაც ხარ. კი, ზუსტად. ნუ გავრისკე და წავედი უცნობი მომავლისკენ და დამხვდა მივაგენი ბრილიანტების საბადოს. ნამდვილად. აი, როდესაც დაასრულე შენ სიმღერა, გაახილე თვალი და ხედავ, ანუ ჟიურის წევრები ფეხზეა, მთელი დარბაზი ფეხზეა. და ნუ აი რაღაცა საოცრება ხდება შენს თავს. რა მაშინ რამეს ფიქრობდი? ანალიზებდი რა მოხდა შენს თავს? აი წარმოუდგენელი რაღაცა იყო ეგ ჩემთვის, რომ აი როგორ შეიძლება ეგეთები მარტო ტელევიზორში მქონდა ნანახი, რომ აი რაღაცა ეს ერთი გამოსვლით ხდება ეგეთი რაღაცა რა და ძალიან ბევრჯერ ის უცხოური ნიჭიერის ამბებიც მინახავს და მინახავს ეგრე რომ ეგრე რომ იქცევა ჟიური რაღაც და სუცრემლები მომდიოდა ხოლმე რომ მეთქი აუ რა ბედნიერებაა ესეთი რაღაცა და ჩემს თავს მეც ეგრე ვარ და აი ჩემს თავს ეგ ყველაფერი რომ მოხდა აი ეს ამხელა ვიზუალის ადამიანი, აი ფაქტორად ბუმბულის წონა გავხსნა. ოქროს ღილაკი და საერთოდ გამარჯვება, ეს ფიქრად გქონდა საერთოდ? ოქროს ღილაკი ვამბობდი რომ ნახე რომ მსოფლიოში ზუსტად 2015 წელს შემოვიდა რა და პირველი ოქროს ღილაკი რომ ნახე მეთქი ეს საქართველოში თუ იქნება ოქროს ღილაკი ჩემი უნდა იყოს ეს. აი რა. ხო, მასე მინდოდა. აუ რა ძლიერი ფიქრები გაქვს. ძლიერი ფიქრები არა, ალბათ. არ ვიცი რა. ანუ ისე უშვებ კარგად ამას რომ რაღაცა გიბრუნდება. აი იცი რა შეიძლება ეს არის. მე ხო ზოგადად ეს თხოვნები და რაღაცეები არ მიყვარს. მოთხოვნების გაგზავნა ღმერთთან და სამყაროს და ხო ესეთი რაღაცეების გაგზავნა არ მიყვარს. ალბათ რასაც გულით ვინდომებ, იმდენად ვიმსახურებ. ხო იმდენად ვიმსახურებ, ალბათ მოდის ეს. ალბათ და მე როცა საერთოდ თხოვნა დავიწყო, ალბათ რა იქნება, მაგრამ გეცადა. რა ვიცხო, ყველაფერი მაქვს აბედნიერად. რაც მე მჭირდება და აი სულ იმას ვიძახი ხოლმე რომ იმდენი
მინდა რამდენიც ჩემს თავს არ დამაკარგვიებს. აი, ზუსტად. იმიტომ რომ მე ამ მდგომარეობით ვიცი ხა თავშтай რო გავიდე და მილიონი მოვიგო, რაღაცა მომენტში მაინც დამიფრინდება. ხო, იმიტომ რომ ზოგადად ფინანსები ადამიანს ძალიან ცვლის. როცა ყოველდღიურობაში ხარ ძირითადად. ხო, როცა მე ამას ვფიქრობ, შეიძლება საერთოდ არ იყოს. ხო, მაგრამ როცა ამას ვფიქრობ და რაღაცა მომენტში მაინც უშვებ ამ ყველაფერს, ალბათ სადღაც ამის პოტენციალიც გაქვს. ხო, და აქედან გამომდინარე, სულ იმას ვამბობ ხოლმე რა, ერთხელ წავიკითხე ეს ფრაზა და ის უჩახვეული მაქვს, რომ მე არ დავაბადებულ ვარ მილიონერების ოჯახში, მაგრამ დედამ აღზარდა ისე რომ მაქვს პოტენციალი ვიშაო მილიონი. ზუსტად ეს არის, რაც ჩემი ის, რომ რეალურად ნიჭიერი იქნება ეს თუ რა იქნება ოჯახმა მე ეს ყველაფერი არ მომცა, მაგრამ მაქვს იმის პოტენციალი, რომ გავაკეთო. მაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩემი თავი უფრო სხვანაირად ავაშენო და შევქმნა. კი ბატონო. რა ვიცი, მგონი ვიყენებ. კი ბატონო, კარგი, სწორად მიდიხარ. ერთ ბაშად მოულოდნელად მოვიდა წარმატება, პოპულარობა. რაღაცნაირად ხშირ შემთხვევაში მოყვება ხოლმე რაღაც სტრესი ამ ყველაფერს, რო არა ხარ მზად და უცებ დაგატყდება თავს ამხელა რაღაცა. შენ შემთხვევაში იყო რამე ასეთი? ჩემ შემთხვევაში ესეთი ხელოვნური შექმნილი სტრესი არ იყო, მაგრამ ბუნებრივი იყო. ხო, ბუნებრივი. თვითონ პროექტში როცა ვიყავი 2 კვირით ადრე ხო ახსენე ბებო გარდაიცვალა ხო ბებოს გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე ჩემი მეგობარი გარდაიცვალა სკოლაში ხო და ერთი სიტყვით ის სტრესები რაც წარმატებას უნდა მოეტანა შინ უფრო სხვანაირმა სტრესმა ჩაანაცვლა რა გლოვის სტრესმა ჩაანაცვლა და მე უკვე ნიჭიერში გამარჯვებიდან 3 თვეში ეს სახლის ბებოც გარდაიცვალა მე ძალიან ბევრი რაღაცა მოხდა რა ფაქტობრივად ისე რომ ბუნებრივი გზებით მოხდა ჩემი ამ ყველაფრის აცილება. ხო და ბუნებრივი სამწუხარო სასტიკი გზებით, მაგრამ რა ვქნათ, ყველაფერი იმისთვის მოდის, რომ რაღაცები გვასწავლოს და გაგვაძლიეროს. ხო, ვფიქრობ, რომ ამ გაკვეთილებსაც გავუძელი და გადავიტანე იმის და მიუხედავად, რომ მე არავინ არ მყავდა, ვინც მეტყოდა, რომ ხა უნდა ადგე ფეხზე და შეუძლებელი უნდა შეძლო. არა ეს ჩემი თავის მე ვიყავი რა, ძაღლს რო გაიჭრება ხელი და თავისი ნერწყვით რო ირჩენს, ნაიარებს, ზუსტად ეგრე მე კარგად მესმე, მამა გარდამეცვალა 2 წელი გავაიხა საფრთხილში და არ მინდოდა არავის არც დახმარება და რაღაც ჩემით მინდოდა რომ ეს მე ხელს არავის არ უკრავდი თუ ვინმე გამოიჩინდა სურვილი, მაგრამ ვინ უნდა გამოიჩინა, ხო არა. გადავიტანე რას ამას ვერ გადაიტან, მაგრამ ხო, რაღაცნაირად. დაივიწყე, შენით დაივიწყე. ვეჩვევი ცხოვრებას ამასთან ერთად. ხო, ფაქტობრივად ვის უნდა გადაეტანა ეს ყველაფერი, ანუ ჩემს მეგობრებს, ვისთვისაც თუნდაც ეს ჩვენი სკოლელი ყველასთვის ერთიანი ტკივილი და ნაკლისი იყო. ბებია ჩემს ამბავი, მთლიანი ოჯახისთვის ამხელა და ნაკლისი იყო. ფაქტობრივად საღათ მოაზროვნე ადამიანი მე არ მყავდა, რომ იგივე რო არ ეგრძნო რა და ეთქვა რომ მოდი ხა ამ ბავშვს მივხედოთ და ასე და ისე, მაგრამ ყველა ერთხმაც თანხმდება იმაში, რომ არ ყოფილიყო ჩემი წარმატება, ამხელა სტრესი აბსოლუტურად ყველაზე ძალიან დიდ გავლენას იქონიოდა და ძალიან ცუდი შედეგები დადგებოდა ყველას მენტალურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნიჭიერში გამარჯვება იყო, მწარე წიწაკასვა ტორტის ნაჭერი დააყოლო. არც სიტყვა გრჩება და არც სიმწარეც და ნეიტრალდება რა. ბარბარა, მივიდეთ ახლა ბარიატრიასთან. რამდენი გავიდა დრო ბარიატრია? წელწადი და 5 თვე. კიდე კრამაშერი პროცესი ხო? 2 წელი გრძელდება. ნაკლებად, მაგრამ 2 წელი მაინც. თუ გქონდა ბარიატრიამდე რაიმე დისკომფორტი. შენ ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში, რომ ძალიან კომფორტში იყავი შენ სხეულთან, რაღაცა ყოველ შემთხვევაში ახლა მაყურებლის თვალით და რაღაცა ესე ჩააღიქმებოდა რა, სრულიად კომფორტში, საოცრად ირგებდი ყველაფერს, იყავი ფერადი და რაღაცა შენს რამე დისკომფორტები თუ იყო, ან რამე კომენტარები თუ იყო, ისე კომენტარები ახლა რამაც არის. კომენტარები დღესაც არის, იმიტომ რომ ყველას მსწუნი მაინც ვერ აზუსტებს. ეგ რა, თავარია შენი მოსაწონი. მე მეცინება უკვე რაღაცეებზე. რაღაცა თუ ძალიან უხეშად არის ნათქვამი, ხო მაინც გამკრავს ხოლმე, იმიტომ რომ რაც პიროვნულად მე მეხება, ყველაფერი, მაგრამ ვიზუალურად ახლა ვიზუალი მე არ ამირჩევია, ეს ახლა თავისით აირჩია და ფაქტობრივად როცა პიროვნულობაზე
რაღაცა ისეთი არის, რომ აი ამ თავში ავარდან რაღაცა ესეთი როცა მესმის, აი იმ თვითას მერთვება ხოლმე, აი განგაში წითელი სიგნალი, რომ ამ ადამიანებმა არიციან რეალურად მე როგორი ვარ და ალბათ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, რომ ამათ ეს ფიქრი გაუჩნდათ. აი რაღაცა, აი ჩემი თავის კრიტიკა მერთვება ხოლმე მაგ დროს, მაგრამ მე ვხვდები, რომ იმათმა არიციან მე რა გზა გავიარე და მე ვივიწყებ, ძალიან მარტივად ვივიწყებ. რაც შეეხება ამ ბარიატრიამდე დისკომფორტებს, მე ფაქტობრივად ჩემი ცხოვრება მორგებული მქონდა ჩემს ვიზუალზე. მე არ ავდიოდი მე-10 სართულზე კიბეებით, იმიტომ რომ აი დაუღრილიყავი და ამას დისკომფორტი გამოიწვია. არა, ყველაფერი მქონდა ისე, რომ აი დაუშვათ დროც მქონდა იმისთვის, რომ დამესვენა. ნუ ასე ერთიანად რო თქვა, მე ჩემი წონა პრობლემას არ მიქმნიდა იმ დროს. მაგრამ გავიდოდა დრო და შემიქმნიდა. მე ფაქტობრივად მოვიგე დროში. ჩემს თავს მოვუგედრო იმისთვის, რომ აი მე ის პროცესები რო შემეჩერებია, სანამ დაიწყებოდა იქამდე შემეჩერებია. ან მიზეზი ბარიატრიის იყო პრევენცია, ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი პრევენცია თუ ბარიატრიის მიზეზი ჩემი აზრით ისევ ჩემი მანიფესტაცია იყო. აგვისტოში ჩემზეც რაღაცა აგვისტოს ბოლოს ჩემს თავს ვუთხარი, რომ მინდა გავიკეთო ოპერაცია და ექიმთან მინდა წავიდე კონსულტაციაზე. სექტემბრის 10-ში, ორ კვირაში, დამირეკა ანანუკა შოუს პროდიუსერმა, მითხრა, რომ აი აბულაძის კლინიკას აქვს სურვილი, რომ დაგიფინანსოს მთლიანად და შენ თუ გინდა ამ ოპერაციის გაკეთება. შოკში ჩავარდი. წარმოიდგინე, ხა მე როცა ფინანსების მობილიზებას გეგმავ სადღაც ივნისში, რომ ეს ვიცით თანხებთან არის დაკავშირებული, ორ კვირაში მიიღე გადაწყვეტილება და იმ წუთას უკვე ხდება. ანუ ორ კვირაში უკვე გადავრიცხე რაღაცა თანხა რაც მქონდა 500 თუ 600 ლარი, რომ მეთქი всё ვიწყებ დაგროვებას და თან ისე რომ დედამ არ იცის ეს მე რომ მინდა და სურვილი რომ გამიჩნდა. მაგრამ დედა სულ მეუბნებოდა რომ ოღონდ იქამდე მიდი შენ და თუ შენ ამას გადაწყვეტ, ანუ ანალიზებზე მიდი უბრალოდ. მეზიზღებოდა ანალიზებზე მისვლა. მეზიზღებოდა იმიტომ რომ დაუშვათ ის ფაქტი რომ მე დაუშვათ აი ხელი გავიჭერი, ვიღაცა დააბრალებ და იმას რომ აი მსუქანი რო ხარ, მაგიტო გაიჭერი. აი ყველაფერი მიდიოდა წონასთან რა. რატო? აი იყო ასეთი რაღაცები, რომ რაღაცა მიდიოდნენ თვითონ შენ წონასთან, რაღაცა თუ რამე პრობლემა იქნებოდა, ხო თუ რამე პრობლემა იქნებოდა, დამალდებოდა წონას. ხო, აი ყველა ვარიანტი, ანუ განაისრო რა იგივე პრობლემა რო ვინმეს ქონოდა ჩემზე გამხდარ, იქ სხვა რაღაცას ეძებდა, მაგრამ მე ვიყავი წონის ისა, ხო, მოცემულობა იყო წონის ბრალი, რა ხო. და აქედან გამომდინარე, ნუ არ მიყვარდა ექიმებთან წასვლა რა და აი ყოველთვის ვერიდებოდი ამ ექიმებთან ვიზიტებს. და ეს მე აღარ დაურეკოთ რაღაც გარკვეული დრო, აღარ შევთანხმებულ ვარ. მეთქი ჩავიქნიე ხელი, რომ როგორც გადაცემები იშლება რაღაც მოხდა. ხო, თან პლუს ამას ანუ აბულაძე აფინანსებს, კლინიკა აფინანსებს, აბულაძის კლინიკა აფინანსებს და მეთქი ახლა всё გადაწყვეტეს, რომ აღარ დააფინანსო და მორჩა, ანუ იმათზე არის დამოკიდებული ეს გადაცემა შედგება თუ არა. და სადღაც უკვე ოქტომბრის ბოლოს დამირეკეს ინტერვიუ ჩავწერეთ, დიდი ინტერვიუ ჩავწერეთ, ძალიან და 30 არა 2 ნოემბერს ვიყავი უკვე ანალიზებზე მისული და დამხვდა საოცარი სიტუაცია, თავი არ მიგრძნია იქ მე მსუქნად. აი ვიყავი ის ადგილას, სადაც აი მართლა ყველა მსუქანი მიდის და რაღაცა ეგეთი და აი ვიგრძენი თავი ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანს რომლის ჯანმრთელობასაც ჭირდება მიხედვა, ზრუნვა. აი, შენ თავზე ზრუნვა გჭირდება რა, აი, всё, მივხვდი ეგ და 2 ნოემბერს მივედი და 1 დეკემბერს უკვე ოპერაცია გავიკეთე. მოვაგვარეთ იქამდე თუ რამე იყო დარღვევა, ხო. აი, ეს მინდა ყველა ადამიანმა იცოდეს, თქვენმა მაყურებლებმაც, რომ როცა წონის გამო რაღაცა არის დარღვეული, იქ სისხლი, ნუ კი ვერიდებოდი ამ ყველაფერს და ექიმებთან არ მივდიოდი, მაგრამ იმას ხო არ ნიშნავს, რომ ჩემს სისხლში ამ მორიდებით რაღაცა იხდებოდა, თუ დარღვევა იყო, ხო, ყველა ვარიანტი იყო. და როცა უკვე ვნახეთ, რომ აი დაუშვათ ანემიური ის მქონდა, რაღაც ნაკლებობა მქონდა, ის იყო, აი ყველაზე მეტად გასაოცარი ის იყო, რომ მეტობა არაფრის არ მქონდა, ყველაფრის ნაკლებობა, ანუ რაც იყო რამე ის იყო ნაკლები. რომ ორგანიზმი ვერ ითვისებდა, რასაც ჭამდი და რაღაცა რა, აი კინა ანემიური დეფიციტი მქონდა და ნუ მთელი ამბები რა, გადასხმებიც ვიკეთე, წამლებიც ვსვი და ნუ ისე მოხდა, ყველაფერი ჩავაყენეთ წესრიგში, რომ ოპერაცია სხვა გართულებები აღარ ქონოდა და
გავიკეთე. მოგარებულიყო ეს ყველაფერი. რა შეიცვალა ოპერაციის მერე შენ ცხოვრებაში? ანუ რაღაცა მარტო ვიზუალური ცვლილება თუ ამას მოყვა კიდე სხვა ცვლილებებიც? თუნდაც შენში რამე თავდაჯერებულობას ხო არ შეეხო მაგას? ზოგ იმართება ხო ეგეთი რაღაცა ბუნებრივია. იმიტომ რომ რაღაცა ცოტა სხვანაირი. ყოველთვის გადმოდიან აი ჩაქოლვაზე, განაჩხუბით და აი პირდაპირ მხოლავენ იმას, როცა ვამბობ, რომ აი მეწონის კლებამ არ შემცვალა, არ ცხოვრება შემცვლია. და რატო ვიტყვი? როცა ვიყავი კუტკუნა, დღესაც მე რო დავრუკო ყვავილი და ერთიანი ტემპით მერწყა და მორწყა დღეს ისე გაიხარებ. ზუსტათაც არის ჩემი ცხოვრება. მაშინაც მყავდნენ მოსწავლეები, ახლაც მყავს მოსწავლეები. მაგრამ მე ჩემ თავზე გამარჯვების, აი ყველაზე დიდ გამარჯვებად რასაც ვთვლი არის ის, რომ სპორტ დარბაზში დავიწყე სიარული. აღარ ველოდები იმ დროს, როდის დავიკლებ, რომ მაშინ მივიდე. სპორტ დარბაზი მაქვს სადღაც 4 წუთში ჩემი სახლიდან. რა, აი ფეხით რო გამოხვიდე, პირდაპირ ხედავ ამ დარბაზს. და იმდენად ვერიდებოდი და იმდენად ყოველთვის მქონდა ხოლმე შეგრძნება, რომ ალბათ წონა უნდა დაიკლო, რომ მე მივხვიდე, იმიტომ რომ ხალხმა არ შემოქმედოს ხუნარით, იმიტომ რომ იქ ყველა უკვე ფორმაში ჩამდგარი დადის ის. აი, ხო და ეგ არ ვიცოდი რა და იმდენად ვარიდებდი ამ ჩემს თავს ამ ყველაფერს, რომ აი ძალიან და ვიდეოც მაქვს ჩაწერილი 5 წუთიანი, აი როგორ უკანკალებდი, სანამ მივიდოდი დარბაზში, იმიტომ რომ ეს ოპერაციიდან მე მქონდა 20 კილო დაკლებული, რომ მივედი დარბაზში. შეიძლებოდა თუ კარდიო შეიძლებოდა, სიარული, სარბემბილებზე სიარული შეიძლებოდა რა და აი უკვე როცა მომცეზნებართვა რო ცოტა ძლიერი დატვირთვისაც მე მუშაობა ჩემს თავზე, უკვე მე დავიწყე ტრენერიც ავიყვანე და აქედან გამომდინარე იმდენად აი ვიდრე ოპერაციას ამ სპორტ დარბაზში მისვლას უფრო დიდ გამარჯვებას ვთვლი ჩემს მართლა. ხო, იმიტომ რომ აი ეგ რაღაცა ჩემთვის იყო აი ჩემს შიშთან დაპირისპირება ერთ-ერთზე რა, ეგ არის რამე სირთულე თუ იყო ისეთი, ანუ ეხა იქ რაღაცა კვების რაციონი, რაღაცა, რასაც შეჩეული არ იყავი და უცებ უნდა გადასულიყო. რამე იყო ისეთი სირთულე, რაც გაგიჭირდა? ან კიდე იცი რა მაინტერესებს ისიც, რომ შენ მიჩვეული იყავი ბარბარას ისეც, როგორიც იყავი და მე უცებ საკეში რო იხედები რაღაცა სხვა ბარბარე იხედება იქიდან. რამე გქონდა აი შენ თავთან. აი ჩემს შემთხვევაში იმდენად ორგანულად მოხდა კლება, აი სოფელში რო რაღაცა პაუზებით ჩავდივარ 3 თვეში, 4 თვეში ერთხელ, იქაც კი აქვთ ხოლმე იმის შეგრძნება, რომ სულ ასეთი ვიყავი და მართლა. ხო, აი იმდენად აი ერთიანი კლება არ მქონია მე, აი ჰოპ და გაიღვიძე და დაკლებული ხარ. არა, აი ნელ-ნელა ხდება, ნელ-ნელა იქ ორგანიზმის სხვანაირი სახეცვლილება, სახის სხვანაირი სახეცვლილება, აი ხო, იმდენად ნელ-ნელა ხდება, რომ აი დღეს რო ვუყურებ იმ ჩემს თავს, აი თითქოს აი იმდენად ბუნებრივად ვარ უკვე ამ პოზიციაში, რომ თითქოს იქიდან არ მოვდივარ, რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს რა. ნიჭიერის მერე მე მახსოვს ესეთი მასშტაბური ევროვიზიის შესარჩევი კონკურსი საქართველოს. თუ საქართველოს ეგრე ერქვა, ხო და გამარჯვებული მიდიოდა ევროვიზიაში. კი ბატონო. სადაც შენ ძალიან ცოტა დაგაკლდა. 2%. 2%. რა შეგრძნებები გქონდა? რამე დანაშაულებდი ან შენში რამე გამოიწვია ამან? 6 თვიანი დეპრესია. კაი რა. კი. 6 თვიანი დეპრესია, რის შედეგადაც, ნუ თან პანდემიის პერიოდი იყო, ეგეც დაემთხვა და რის შედეგადაც სახლის კარებს გარეთ არ ვიყავი გასული, მაქსიმუმ იყო აივანზე გავსული. რატო? რა საბრალია? დამეწყო. ჩემი ბრალია, ესა? თითქოს მე დავაკელი რაღაცა, მე არ ვიყავი საკმარისად კარგი იმისთვის, რომ აი ყველაზე მეტი მაყურებელი და გულშემატკივარი თვითონ პროექტს არ ყავდა, მე რომ მყავდა იმდენი რა, ან მე რო გამოდიოდი 4,000-5,000-მდე ადიოდა მაყურებელი და მე რო აღარ ვიყავი ხოლმე 600-700 ირჩებოდი. და აქედან გამომდინარე იმდენად აი იმდენად დარწმუნებული კი არ ვიყავი იმაში, რომ მოვიგებდი და რაღაცა. უბრალოდ აი მე მქონდა ხალხის იმედი, მაგრამ როგორც ჩანს მე ერთი წამით არ ვეტყვი მას, რომ ხალხმა არ დამიმესიჯა და რაღაცა. აი მაგას ერთი წამით. მათ კიდე სხვა პროცესები მიდის, როცა ევროვიზიაზე არის საქმე, ეგეთი კონკურსით არ უნდა წავიდეს ადამიანი, არ უნდა აირჩიეს ეგეთი პრინციპით რა. და ნუ ერთ სიტყვით მან მთელი
ამბები იყო. და Ocean Side ხო არ მოვიდა. ხო, ზუსტად მან დავწერე, კი. აი, იქ ზომა რაღაცა დიდი ტკივილით სევდა. My mind is screaming, ჩემი გონება ყვირის, why can't გუშინ ვუსმენდი და ტიროდი, ავტირდი, მე ძალიან სხვაგან წამიყვანა ოღონდ, მე ჩემს სხვა ადგილას წამიყვანა და აი ტიროდი და მეთქი რაღაცა დიდი ტკივილია ამ სიმღერის უკან. ხო. აი თუნდაც ტექსტი ეს გრძელი დღე არის, როცა მინდა გავუჩინარდე წყლის ქვეშ. ხო. და აი ეს ყველაფერი იყო აი რაღაცა არსაიდან მოსული სევდა, არსაიდან მოსული კი არა, ეს მე გავიაზრე, მე რომ გავსულიყავ მესამე ან მეოთხე ადგილზე, აი იქნებოდა ყველაზე კარგი. მაგრამ როცა იაზრებ იმას, რომ ეს შენი ცხოვრების შესვლამდე დაგაკლდა 2%. აი იყავი შუაში. მე მახსოვს ეს არსად არ მithქვამს და ჩემი ოჯახის იქით არც არავის უნახავს. ახალი წლის ღამე იყო და ახალი წლის დადგომამდე დარჩენილი იყო სადღაც 9 საათი თუ 40 წუთი და კონკურსი დამთავრდა. უკვე მაგდროს გამოვიდა გამარჯვებული, ტორტი რო დაჭრეს, წამოვიღე ეგნაჭერი და გამოვიტანე ფილარმონიის გარეთ და ფეხი დავარტყი და ყველას მივლოცე ახალი წელი, რომ აი კილოცავთ ახალ წელს. ისე ბედნიერი, მაგრამ აი შინაგანად, აი მკვდარზე მკვდარები, აი გვამი ვიყავი შინაგანად. აი მკვდარი ხო არ, მაგრამ მე ვიყავი გვამი შიგნიდან, რომ აი ეს იყო რა. ვინ გეხმა ეს 6 თვე. როგორი 6 თვე, ვინ იყო შენს გვერდით, ვინ გამხნევებდა, ვინ გეუბნებოდა რა რაღაცა. აი შენ ამას ანახებდი სხვებს თუ შენ თავში. აი იცი რა არის ყველაზე დიდი სამწუხარო რეალობა, რომ დედა ჩემსაც ძალიან მხიარული მგონი ვარ. კი ვარ, მაგრამ ამ ყველაფერს ანუ ატანა ხო უნდა, გადატანა ხო უნდა, გადახარშვა ხო უნდა. აბა რა. აი ალბათ ყველაზე კარგი გასამართლებელი ის არის, რომ თვითონაც უმძიმდა ამ ყველაფრის ის და ალბათ მაგით ვარ საუბრობდა ჩემზე. ეს ალბათ გასამართლებელია. ეს არის ერთადერთი გასამართლებელი, თორე აი სულ მეჩხუბებოდა ჩემი და გარეთ გადი, მეგობრები ნახე. აი თუნდაც იმ 9 საათამდე მაღაზიაში ჩადი. მაღაზიაშიც კი არ ვიყავი ჩასული. აი სახლში ჩემს და საჭმელი რო არ მოეტანა, მთელი დღე ვიქნებოდი მშიერ. 3 დღე რო არ მოსულიყო და 3 დღე არ მოეტანა, 3 დღე ვიქნებოდი მშიერ. ამ ყველაფერს ერთვოდა ის, რომ გამეჩნდა სურვილი მეკითხა აკრძალული წიგნები. აკრძალულ წიგნებში უგულისხმობ ადამიანები, ვინც დაწერეს წიგნები და მე თავი მოიკრეს. და აი ბოლო ამოჩქეფება რაც იყო რა. აი აქ ძალიან ბევრ პოსტს წერდი ჯგუფებში, რომ მეთქი მირჩიეთ ესეთი წიგნები, ნუ 3 წიგნი წავიკითხე 10 დღეში ეგეთი, რომ აი მე თავი მოკლე, მე მეთქი კიდე მინდა ისეთი რაღაცა, რომ აი დავინახო ის სულიერი ტკივილი რეალურად სხვაც გრძნობდა, რასაც მე ვგრძნობ ამ წუთას და აბსოლუტურად ყველა მიწერდა რა, რომ თან მაშინ ანონიმური ის არ იყო და პოსტის ფუნქცია არ იყო. ყველა მიწერდა, რომ არ გინდა ეგეთი თავს ინაღმავ და ერთ დღესაც აფეთქდები. ნორმალურ ფსიქიკაზეც კი ცუდად მოქმედებს, ეგ არ გინდა შეეშ. ნუ ვინ დაგეხმარა აქედან გამოსვლაში? ჩემი თავი Ocean Side. შენი თავით გამოიყვანე? ხო. და აი ფსიქოლოგი რამე არავინ არ ჩაგირთავს? არა. და აი დამეხმა ამ ყველაფრის მერე უკვე განმევითარდა ემპათიის უმაღლესი შეგრძნება. აჰა. რამაც აი უფრო მეტად დამღუპა, ვიდრე ამაშენა როგორც პიროვნება. რას გულისხმობ? აი იმის მერე გამოვიდა, აი საცოდავი ადამიანების მიმართ უფრო აი მოწყალე გუნება განწყობა რა, რომ ადამიანებს ვაფასებდი საცოდაობით. შენ კარგი ადამიანი ხარ, თუ ხარ საცოდავი. შენ როგორც ბიჭი მე მომეწონები, თუ ხარ საცოდავი. აი დამეწყო ეს. ხო, აი დამეწყო ასეთი რაღაცები, ჩემი და მეძახდა უზნაძემ ჭედილიშვილის მაზი ხარო, თუ ადამიანი არ არის დამწვარი და დადაგული, ისეც არავის არ მოუწევს ცხოვრებაში. დავიწყე ადამიანებში განაკარგის ძებნა და სიკეთის ძებნა. დავიწყე აი იცი როგორი ძებნა, აი რა გტკივა, რა გაწუხებს, აი როგორი ხარ, როცა არავინ არ გხედავს. აი დავიწყე ამ ყველაფრის ძებნა. დავიწყე იმ როლის თამაში, ვინცი როლის მე მჭირდებოდა ცხოვრებაში მასში. ხო. მე ვხდებოდი ის, ვინც მჭირდებოდა მე და რეალურად მე შენ ის არ იყავი რეალურად. შენ ისეთი ხარ, ზოგადად დეპრესიული ტიპი ხარ, ანუ დეპრესიული ტიპი აღარ ვარ. მაგრამ ხო, ანუ ვიყავი ეს ის მომენტი, კაი, გავიგეთ 6 თვე, რაღაცა რთულად გადაიტანე შენი 2%-იანი
და მარცხი თუ რაღაცა. მე მივხვდი. შარშან გავაანალიზე, რომ ეგ იყო მიზეზი. ეგ იყო ის, იმიტომ რომ ანუ მე რო ვიღვიძებდი, ფაქტობრივად აი ხო არის რომ ვიღაცა შეიძლება გადაავლოს თვალი მაშინ ვერ ხვდებოდი რომ არა რას ხვდებოდი, მაშინ იყო ეს ჩვეულებრივი მომენტი ჩემთვის რა. და ყველაზე მეტად მაზარალებდა რა ამას უფრო მიმძაფრებდა ის რომ მე კონცერტამდე ერთი კვირით ადრე ანუ ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების შემექმნა კლინიკებიდან დავდიოდი რეპეტიციებზე რა. რკინა მქონდა აი უაზროდ დაბალი. აი უაზროდ დაბალი კი არა. მინუსებში. ექიმს რო ვაჩვენ, ძალიან ახლობელი ექიმი გვყავს. ეს ექიმია, ვისთანაც წონა რომ მქონდა, მაშინ დავდიოდი ხოლმე და არ მაგრძნობიებდა. ეგ იყო ერთ-ერთი ექიმი, რომელიც არ მაგრძნობიებდა იმას. ხო. ნინო ექიმი მოგიკითხავ, ძალიან მიყვარს. მოგიკითხავ. ხო. და ამ ექიმმა დედაჩემს დაურეკა ანალიზების გამო, იცი შენს შვილს რა ანალიზები აქვს, ანუ რო ჩახერა. ეს არ არის ადამიანის, ცოცხალი ადამიანის ანალიზი. მანქანა დაპარკინგების დროს ისე დამეჯახა. ხეხით მოსიარულეს ვერ ვიგრძენი. მეგონა რომ ეგრე უნდა ყოფილიყო მანქანავებ და მთელი კაი რა. ხო, აი წარმოიდგინე ეგეთი რაღაცები, თანამ ყველაფერს ის ერთვოდა რომ მამაჩემის ბიძაშვილი, რომელსაც მამიდას ვეძახდი, ეგ გარდაიცვალა და აი სადღაც მესამე მეოთხე ლაივიდან 6 ლაივის განმავლობაში თუ 7 ლაივის განმავლობაში მესამე თუ მეოთხე ლაივიდან უკვე აირია ჩემ ორგანიზმში ყველაფერი, მენტალობაში ყველაფერი და მივედი პიკამდე ფინალისთვის ვემზადებით, უკვე რაღაცა გრანდიოზული კაბა იკერება ჩემთვის, რაღაცა დადგმა, სპექტაკლია ფაქტობრივად, აი ისეთია რომ განა როგორც მე შემეფერება ისეთია რომ აი ფაქტობრივად საჩვენებელია რა, რომ აი სიმღერაც ესეთია, this is me მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, იმიტომ რომ მე ვარ მე და თქვენი სიტყვები გულში მიერსობა რაღაც, აი ეგეც რაღაც მარკეტინგის გათქმა იყო აი მომენტში, იმიტომ რომ მე მაგ სიმღერას როგორც ასეთი არ ვიმსახურებ მოდი აქედან დავიწყებ ფინალში. ხო. და რა სიმსახურ? ანუ რა კუთხით იძახი? აი სხვანაირი ჟანრი იყო. სხვანაირი ჟანრი კი არის. შენთვის უარყოფილი ადამიანის სიმღერა არის. მაგ კუთხით ამბობ, ოკეი, გასაგები. რომელიც ამტკიცებს რომ მე უნდა მიმიღო. გავიგე. და რეალურად ჩვენ როცა ვსაუბრობთ მიღება არ მიღებაზე რატომ უნდა მიმიღო გარწმუნებ, როცა მე ჩვეულებრივი ვარ. აი ეგ არის. ვის არწმუნებ, რაში არწმუნებ? მარკეტინგი, ჩვეულებრივი მარკეტინგი. და ნუ ეგ ყველაფერი რომ მივხვდი და რა, აი თანამ ყველაფერს ერთვოდა ის პროცესები რაც თვითონ იქ ხდებოდა, რომ აი ცალსახა იყო ყველაფერი რა. ყველა კონკურსანტი ყველაფერს ხვდებოდა. ხო. მარტივად რო ვთქვით, ყველა კონკურსანტი არ არის თული ზოგადად. ვის რა როლი ქონდა ამ კონკურსში. კი, ვიცი. ხო და აქედან გამომდინარე ეს შინაგანი პროტესტი, რომელსაც ვერა და ვერ გამოთქვა, ანუ რო გამოთქვა აზრი რა აქვს, ვისგან ამბობ, რას ამბობ. და აქედან გამომდინარე ჩამიწყდა ხმა. მართლა. ხო, ჩამიწყდა ხმა. და ეს იყო როდის უკვე ფინალამდე? ფინალამდე მე არ რეპეტიცია არ გამივლი ამ სიმღერის. ორშაბათიდან ვიწყებდით ხოლმე რეპეტიციებს და სამშაბათ სიმღერის დროს ჩამიწყდა ხმა. ფაქტობრივად დავდიოდი შეფუთნული ყელით. ვერ ვლაპარაკობდი, ვერაფერს ვერ ვამბობდი. სიმღერაც დამიწიეს ტონალობა და აი იცი როგორი რაღაცა იყო? აი მიმიღე მე კი არ იყო ეს სიმღერა. აი ეს იყო აი გედის სიმღერაო რა, სანამ ადამიანი აი ბოლომდე დაეცემა. აი ეგ იყო. გედის ბოლოს სიმღერა იყო ჩემთვის ეგ სიმღერა. ხავილით ვხავდი, კი არ ვლაპარაკობდი, აი ვხავდი. და სადღაც ჩემს თავსაც დანაშაული, მე რო ხმა მქონოდა ალბათ ასე იქნებოდა და აი ეს ყველაფერი მე წლების მერე გავაანალიზე რა. აი დეპრესია რომ მქონდა ამას იმით ხვდებოდი რომ დავიწყე ფიქრი რაზე დილით რო გავიღვიძებდი ხოლმე ყბა რო გვერდზე გამექცეს რა ვქნა თმას გადმოვიწევდი აი ესე ვიჭრედი ხოლმე აი ეს მაკრატლის ჭყი სიამოვნებდა თმაზე მინდოდა კბილები დამეცალა ხოლმე და რაღაცა აი რაღაცა არანორმალური ფიქრები დამეწყო რომელსაც ვერავისთან ვერ მომიყვანებდი პლუს ამას ჩემი დამუშავდა მაშინ ისეთ სამსახურში დილას გადიოდა საღამოს მოდიოდა დილის ანუ გადიოდა როცა მეძინა მოდიოდა როცა ვიძინებ ხო აი დღის მანძილზე კომუნიკაცია მე ჩემსთან არ მქონდა მხოლოდ მესიჯებით მქონდა ამ ყველაფერს ერთvis ის კითხულობ ასეთ წიგნებს უსმენ ისეთ მუსიკას რომელიც იმძიმებ და იმძიმებ თავს შენი ბუნებრივი მოცემულობა არ გამძიმებს იმდენად რამდენად ძალით იმძიმებს მაგრამ ეს სიმძიმე ქსიამოვნებდა აი კარი მაგაში ისე სიამოვნებდა ეგ ყველაფერი რომ აი ვერ ვიაზრებდი იმას რომ ეს
რამე პრობლემას შექმნით. მეგობრებო, ჩვენ მოუწოდოთ ხალხს გავს რაღაცაში არ შეხვიდეთ. აუცილებლად ჩართეთ კიდე ვინმე სპეციალისტი თუ ამ მდგომარეობაში ხართ, აუცილებლად უნდა მიმართოთ. უფრო გაინადგურებთ თავს, თორე მეტი არაფერი. ვინმე ისეც უნდა მიმართოთ, თქვენზე მეტი იცის ამ ყველაფერში და რაც მთავარია შეიძლება არ მიმართო, მაგრამ ჭირდება მაგდროს ლაპარაკი. კი, ილაპარაკოთ ამოუშვა და without feelings ამის უკან რა დგას? ან ვინ დგას ან without feeling-იც ხო, აი without feeling-იც ocean side-ის მერე დავწერე, რაღაცა დროის შემდეგ დავწერე. მიება. ხო, აი იმ ემოციებს ხო, აი იმ ემოციებსაც მიება, მაგრამ სხვა ემოციებიც არის, ჩემს მეგობართან ცოტა რაღაცა კონფლიქტი მომივიდა და ისიც ჩავტიე ბანკ ყველაფერში რა და ნუ ისიც და აი ყველაფერს თითქოს შაბლონურია, მაგრამ უდევს ერთი საფუძველი ის ჩემი შინაგანი მდგომარეობა, ანუ რას ვგრძნობ იმ მომენტში როცა ანუ ერთ დღესაც ჩემი ფრთები განიკურნება და მე კვლავ შევძლებ ფრენას. აი ერთ-ერთი მომენტი მაქვს მაგ სიმღერაში One day wings heal and I will rise up to fly. და აი ეგ არის რომ აი შეიძლება ჩემი სხეული ახლა ტირის, მაგრამ აუცილებლად იქნება საჩემი და გავფრინდები. აი ეს სიმღერა ფაქტობრივად დავწერე ჩემთვის იქ ტექსტიც მაგ Barbie shine so bright, ბარბარა იკაშკაშე ძალიან ნათლად და აი თითქოს ჩემს თავს მოუწოდება ყველაფერს, რომ აი რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა სირთულე მოვიდეს შენ ცხოვრებაში, ხო, იცოდე რომ shine so bright, იკაშკაშე. რასეულები შენი სიმღერები ჩემს სვანებს? ეს სიმღერა არის ჩემთვის ყველაზე მარტივი გზა იმისთვის, რომ ვაგრძნობიო ხალხს, რომ თქვენ მარტო არ ხართ. და არა უშავს თავს თუ ასე გრძნობ. იმიტომ რომ ერთ დღესაც თქვენი ფრთებიც განიკურნება და თქვენც მზად იქნებით იმისთვის, რომ იბრძოლოთ და იფრინოთ. ეს არის ჩემი გზავნილი. ადამიანებს თავი არ ვაგრძნობიო მარტო და მიხვდნენ, რომ იგივე გრძნობა და ემოცია შეიძლება სხვასაც ქონდეს. აი ევროვიზია რო ამოვწუროთ. ეხლა ხანს იყო ევროვიზია და მე მხვდებოდა სოციალურ ქსელში ბარბარა გაუშვით. და რა არისო ბარბარა და რა მოხდა ეს რაღაც შენი უარია? არა, მე არც ვიცოდი. მე არც ვიცოდი შესარჩევი თუ იყო, რა ხდებოდა, ეგ ყველაფერი არ ვიცოდი. იმიტომ რომ ცოდნოდა შეიძლება სიმღერა გამეგზავნა, მაგრამ აი არ ვიცი, აი თქვენთან დავაფიქსებ და დარჩეს ისტორიაც. მე მაქვს ზოგადად გათვლა, რომ 25 წლის შემდეგ, ან 25 წელს რო ვიქნები, ევროვიზიაზე მაგ დღეს უნდა გავიდე და მოვიგებ თქო და მე თუ რა ვიცი, აქამდე რაც მაგ ნაოცნები და ნასურვები ყველაფერი. ესე მე კიდე მოვდივარ შენთან. უკვე 2000. ხო, ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს 2000. აი არ ვიცი რა შეიძლება, მაგრამ შენ რაღაც ასე ევროვიზიის საპირწონე შეიძლება რაღაცა წარმატება მოვიდეს. არ ვიცი, მაგრამ როცა ყველაფერს მე ძალიან პატარა ასაკიდან ვგრძნობდი, რომ 25 წელი, აი ნეტა მალე გავხდე 25 წელს და აი ეხა უკვე წელს. ანუ ეხა არც შესარჩევი რაღაცა აი არაფერი არ ვიცი მაგამ ბავში. არც ის ვიცი ვის უნდა ვკითხო, არც ის ვიცი ვის უნდა. არც არავინ გიკავშირდება, რომ ბარბარა ასე გვაქვს ეხა ევროვიზიისთვის და ხო არ გინდა. არაფერი კომუნიკაცია არ ყოფილა. არაფერი მსგავს. სამწუხარო არის ძალიან. ეხლა თუ მუშაობ რამე სიმღერაზე, რამე ველოდება? სიმღერაზე ვმუშაობ. ერთი ამ ზაფხულში აუცილებლად გამოვა, არ ვიცი მეორე ამ ზაფხულში გამოვა თუ არა, მაგრამ ერთი გრანდიოზული სიმღერა აუცილებლად ელოდება ჩემს მსმენელს. Ocean Side-ზე უფრო კარგი. და უფრო ველოდები. სტუდიაში ახლა კოსკოსელ სტუდიაში როგორც ჩვენ, აი საიდან დაიბადა საერთოდ ეს იდეა რომ მე უნდა გავაკეთო სტუდია. და დაგეხმარებოდა ძალიან მე შენს თორემ და ვიდეოს მენეჯერი ამ ყველა. დიახ. კარგველი. მე ვარ ფაქტობრივად მასწავლებელი და მორჩა მეტი არაფერი და დანარჩენს ყველაფერს ჩემი და კურირებს. მოსწავლეებთანაც კონტაქტს და აბსოლუტურად ყველაფერს. იგი მენეჯერი ყოლია. კი ბატონო, ყველაზე სანდო და პროფესია. კი ბატონო, მითხარი აბა როგორ მოხდა? სულ თავიდან მქონდა სკოლის ბაზაზე სტუდია, ერთ-ერთი სკოლის ბაზაზე, ეს ხდება შარშან წინ. აი Ocean Side რო გამოუშვი წლის აპრილიდან ერთ-ერთ სკოლაში მქონდა შეხვედრა. ჩემი უნივერსიტეტის ლექტორი არის იყო იმ სკოლის დირექტორი და გამოციდან ჩამოვედი, ისე ვიყავ შეთანხმებული, რომ გამოციდან ჩამოვედი და ამ ლექტორმა ლექცია დაამთავრა და წავედით დავის სკოლაში. აი წარმოიდგინეთ, პარასკევს ვიყავი უკვე პარასკევს კი არა, ხუთშაბათს შეხვედრაზე ვიყავი მისული და მომდევნო პარასკევს და შაბათ-კვირას უკვე კასტინგი მქონდა მოსმენის. ანუ ერთ კვირაში მოხდა ყველაფერი. ერთ კვირაში განამარტო სტუდიის გახსნა მოხდა.
და აი ფაქტობრივად ამ ადამიანმა ისეთ თვალზე დამინახა, აი ნდობა დაინახა, რომ შაბათ-კვირას ჩემთვის ხსნიდა სკოლას, ხო? და ჩემთვის მოდიოდა ხოლმე, თუ საქმე ქონდა გვიტოვებდა გასაღებს და აკეთეთ და აქ დატოვეთ, ხო? ფაქტობრივად აი იმ ხელ პასუხისმგებლობა იყო ეს ყველაფერი და იმ ხელ ნდობა იყო, რომ მივხვდი რომ ამ საქმეს მე კარგად ვუმკლავდებოდი. ამ სკოლაში მოვრჩი მოღვაწეობას და მივხვდი რომ ანუ იქ სკოლას ვერ ქებოდი გრაფიკზე და მივხვდი რომ აი თან როცა ოპერაცია გავიკეთე რაღაცა პერიოდი ფაქტობრივად არც ჩანდი არსად, იმიტომ რომ ექსკლუზივი უნდა ყოფილიყო ერთი წლის თავზე. ხო და აქედან გამომდინარე ვერც სტუდია გავხსენი ვერაფერი და როცა უკვე ეს გადაცემა გავიდა ნოემბრიდან მოვიძიე ფართი ვისესხებული იმისთვის რომ გამეხსნა და მომეწესრიგებია მთლიანად და სხვათა შორის ანუ რისკი იყო, მაგრამ გამართლა ხო რა, რაღაცა რისკავ ყოველთვის რაღაცა ისეთ ნაბიჯებს დგავ და იგებინებათ ამას. დაზე მინდა რომ გკითხო. აბა, ანუ იგრძნობა ყველა შენს ვიდეო სტორიში თუ სადმე და არის რაღაც აი თქვენ შორის ისე იგრძნობა ეს მჭიდრო ძაფები აი გარდა იმისა რომ შენი სისხლი და ხორცი არის შენი და ვინ არის შენთვის ჩემი და არის ჩემი აღმზრდელი მშობელი მე ვიძახი რომ მყავს ორი დედა ერთი არის მშობელი ერთი არის მშობელი ვინც დამბადა და მეორე ვინც აღმზარდა ეს აღმზრდელი არის ჩემი და ფაქტობრივად ჩემი დაც ისე აი კომპლექსურ ჩარჩოებში გაიზარდა რომ აი 90-იანების ბავშვია ასე რომ ვთქვათ და იცის რა ბევრი რაღაცა იცის და ხო აი ზუსტად იმდენ სირთულეებს გაუძლო მაგანაც თუნდაც გარემოება ეკონომიური ისა ნუ ყველაფერი თავის თავზე გამოცადა და აი ყველაფერს ცდილობს რომ რაც შეიძლება მარტივად მე ყველაფერი გადავიტანო და გამოვწრე იმ დოგმებიდან და იმ რაღაცა შაბლონური ჩარჩოებიდან რაც დაუშვათ თუნდაც შეიძლება ოჯახს ჰქონდეს აი ხარ წახვალ აღარ წამოხვალ ხა გავიზარდე და საწავალ და საწამალ მაინც ჩემი გადასაწყვეტია მაგრამ აი როცა მას მე ვერ წყვეტდი ჩემი დაწყვეტდა და რა ვიცი ანუ ლომი კი არა რავი ვინ დაგიდგება ეგრე რომ დაგიცვას და საოცარი კავშირი გაქვთ. იმისთვის არასდროს არ მithქოს რომ მიყვარხართ ხო რა და ის უიმას მეუბნება რომ აი როგორ შეიძლება რომ ერთხელ არ მithქვა რომ აი არა ზოგადადაც არ შემიძლია ეგ ერთი მაგრამ მეორე ისიც არის რომ მე როგორც არ შემიძლია გულის გარეშე ფუნქციონირება და ფილტვის გარეშე ეგრე არ შემიძლია ჩემი გარეშეც ფუნქციონირება და ყველას მეუბნება ხო აბსოლუტურად ყველა მეგობარი ჩემი და ყველა ნაცნობი ვინც ამ ჩართულობას ხედავს ჩემი გისას ჩემს ცხოვრებაში ეგ რო გათხოვდება მეთქი მე ორმა უნდა იზრუნოს ჩემზე ესე ხუმრობ ხოლმე და ერთ სიტყვით აი ზუსტად ეგ არის რომ არანაირი განსხვავება არ გვაქვს მე და ჩემს და აი სამსახური არის ერთად მუშაობთ რაღაცა გეგმები არის ერთად გეგმავთ სამეგობრო წრი არის და ჩემი სამეგობრო წრი მაგისია და მაგისი ჩემია ხო აბსოლუტურად ყველაფერში ერთმანეთს ვეწყობით მაგრამ აი ყველაზე ცუდი ის არის რომ ვერ მიგებს რაღაც მხოლოდ ხასიათში რომ სულ იმას მეუბნება რომ ზედმეტად მიმტევებელი ხარ და აი ის სიმკაცრე რაც მაგას აქვს, სულ იმას იძახის, რომ ეგ როგორ გასწავლო, ეგ ვერ გასწავლე. ამოკლედ რომ ეგ ან გაკ ან არ გაკ, ხო, რაღაცა ადამიანის ბუნება, რაც დაგყვება. აი, მე შემიძლია ყველაფრის პატიება ადამიანისთვის. აი, ყველაფრის პატიება შემიძლია და აი ძალიან ბევრი წარსულის ადამიანი დავაბრუნე ჩემს ცხოვრებაში, ხო, ვინც უბრალოდ მოსვლა გაბედა რა, იმიტომ რომ ოღონდ იმან გადმოდგა ნაბიჯი, ამას იცახი, ხო, რომ თავარია რომ იმან გადმოდგას და მე უკვე შენ ინტერვიუები. იმიტომ რომ ზოგადად ადამიანს რაღაცა შენთან კომუნიკაციის და ურთიერთობის სურვილი როცა უჩნდება, ანუ ის რაღაცას განიცდის, დანაკლის განიცდის და მე არ შემიძლია დანაკლის როცა არის და რაღაცა სურვილი როცა არის, ამაზე ციკლი დავაჭირო ადამიანს. ანუ მაგ მხრივ აი ჩემდა მე დებილად საყვარელი ხარო, აი ხო, ხდები ხარ. ხო, მე არ შემიძლია. ხო, აი მე შემიძლია აი ბოლომდე მივდიო ადამიანს და ბოლო წუთამდე, მაგრამ არ ვიცი ყველაფერს აქვს საზღვარი ალბათ. მითხარი პირადში რა ხდება? ამ კარიერა გავიგეთ, ყველაფერი გავიგეთ, წინსვლა წარმატებები გავიგეთ და ეს პირადი რაღაც არ მესმის და არა, პირადში არ ხდება ისეთი რომ რაღაც შეყვარებული ბარბარა. როგორია? არავინ არ იცის ეგრე არა.
შეყვარებული ბარბარა იქნება დესპოტი ზუსტად ვიცი. დედა? აი, რატო ეგოისტი ხარ? მართლა. აბა, დედა. აი, ეგოისტი ვარ იცი რატო? აი, ადამიანს უნდა ეშინოდა შენი დაკარგვის. მე ამას ვფიქრობ. ხო. ანუ იმ უნდა გრძნობდეს იმას, რომ სულ არ ეყოლები გვერდით და რაღაცა დაკარგავს, იმის შეშინდა უნდა კონდეს. სულ რაღაცა დამკარგავს, ეხლა მე თუ ვინმე შემეყვარდა და იმან მოინდომა ჩემი დაკარგვა არ ჩემით ვერ დავიკარგები, იმიტომ რომ აი ფაქტობრივად ისეთი ტიპი ვარ, ადამიანებს ვერ ვუშვებ მარტივად რა. შენ ხო, ჩავჭი და ვეღარ ვუშვებ. აი იმდენად ისეთია, მაგრამ როცა ვხედავ რომ ანუ ადამიანს ჩემს მიმართ არანაირი ის არა აქვს ემოცია და ის არც ხვეწნა და ეგ არის სრულად გამორიცხული. სულ ვიძახი ესა ჩემი პათოლოგია რამდენადაც ეხლა ვეღაცა ეტყვის და რა კარგია და რა კარგად საუბრობ იმდენად აი პათოლოგიური დამოკიდებულება მაქვს პირად ურთიერთობებზე და რატო გეტყვი რატო ჩემზე არ მინდა ეგრე ვინმე იყოს დამოკიდებული როგორც მე მაგრამ უყურე აი როგორი რაღაცა მირჩევნია ადამიანი ან საქართველოში არ იყოს, ან იმიერში იყოს, ვიდრე იყოს სხვასთან და იყოს ბედნიერი, ვინც მე მეყვარება. აი რა გავაკეთო, ეს არის ჩემი ძალიან ხდება. ყველა ეს არის ჩემი რაღაცა ანომალია, პათოლოგია, ყველაფერი საზიზღრობა ამ ერთ იმაში არის მოყრილი. ხო, არ გინდა რომ დაამუშაო ეგ ნაწილი მაგალითად და ბარბარა რა ვიცი ახლა მიქნებ დავამუშაოთ ეს ნაწილი. ანუ რა მხრივ დავამუშაო მითხარი? აი ძალიან დესპოტური. ეს მე ხმამაღლა ვამბობ თუ რა შენ ახლა ვინც გეყვარება, გინდა რომ სხვასთან იყოს ბედნიერი. არა, ეგ მითხრა ყველა ასე ვთქვა, მაგრამ მე ვამბობ ხმამაღლა. ეგ რაღაცები, რასაც ახლა აშხარებ, რომ მე ასეთი ვარ, სიყვარს ასე. თუ არ გყარებია, ხო, ნუ ყველას გაუჩნდება. აი, ესეც ხო არის. იქნება სულ სხვანაირია შეყვარებული ბარბარა. აი, შეიძლება სულ სხვანაირია, მაგრამ შინაგანი განწყობა არ შეეცვლება. ანუ მე ვიცი, მე ვარ ხელოვანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა გრძნობა შეითვისოს, აბა რა, ეგ თავისთავად. გამოუცდელად შეუძლია იგრძნოს. ხვდები, ანუ შენ ამიღწევ ხა ხელი მტკივა, მეც მეთკინება ეს ხელი ისე შევიგრძნო. ვინ ხარ ბარბარაო, რო ვკითხავ? აი, ვინ ახარ ბარბარა? ბარბარა არის ადამიანი. კი ბატონო. ეხლა მოდი ვურჩიოთ და მეც ნახე, მეც მირჩიე, რადგანაც მე აგერა ეხლავთ გავნაბიჯებს ამ ჩემს ახალ საქმიანობაში. ვურჩიოთ იმ ადამიანებს ნებისმიერ წერტილში, სადაც არ უნდა იყვნენ, სადაც მარტო თავის ოცნებებში, თავიანთი ოცნებები როა მარტო ჭრიალა და ფერადი და ვერ დგავენ ნაბიჯს, იმიტომ რომ რაღაცის ეშინიათ. აი, რას ურჩევ ამ ადამიანებს? შენს შინაგან ხმას უსმინე და არავის გარშემო. მაქსიმუმ გაიკეთე ყურსასმენი და უსმინე სხვის სიმღერას. არავის ხმას არ უსმინო, ვინც ისეთ რამეს გეტყვის, რაც შენ შინაგან შეგრძნებებს ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ვისი ხმაც უფრო ხმამაღლა გესმის, იმას უსმენ. და ყოველთვის აუწიე შენს შინაგან ხმას და იგრძენი, იმიტომ რომ მე რამდენი ეგ გავაკეთე, ჩემს შინაგან ხმას მივყევი, იმდენი სწორ ადგილას მივედი და სწორ ადგილას ხო, ანუ მაგას შემქნა ადამიანი. ერთი რაღაც დამეწყო სხვათა შორის, რომ ეხლა რომ ვუთანხმდები ინტერვიუებზე რა, ჩემს საყვარელ ადამიანებს ჯერ ვიცი, ვინც მიყვარს და რაღაცა იმათ ვუკავშირდები და აი სანამ მივწერ ერთი წამიერი ფიქრი მაქვს, რომ ეხლა ამან რო უარი ისე მითხრას, რომ რაღაცნაირად გული მადგას არ ჩამომეშალო საერთოდ ამაზე რა შთაბეჭდილებებით, მაგრამ ეს რაღაცა დამეწყო და ცოტა როგორ წერხო მეცი ადამიანს რომ მივწერო ეხა ამას მეც ვნახე მოწერილები შენი არის ზედ დამადნი რასაც ერქვა და არა ნახე როგორი რაღაცა არის უარმა არ უნდა შეგაშინოს რა თქმა უნდა ბევრი მოკეტილი კარი იქნება ბევრი უარი იქნება მაგრამ როცა სიბრილს გიშლენ უნდა გააგრძელოს სიარული და თუ სიარულს ხელს გიშლენ ფორტხვა უნდა გააგრძელო და ასე რომ თუ ამ თავარია წინ წახვიდე და არა მნიშვნელობა ხო როგორ წახვალ რა თავარია რომ შენ იცი შენ რას აკეთებ და თითოეულმა ადამიანმა იცის რას რისთვის აკეთებს და როცა მიზანი გაქვს ამ მიზანს არ უნდა გადაუხვიო არავის გამო ყველაზე ცუდი იცი რა არის როცა შენი საყვარელი ადამიანები ვინც გონია რომ ესე ლამაზად ჩანან და ლამაზად აჩენს ტელევიზორი ის ადამიანები როცა ერთ-ერთზე რჩები და აი ირუტყული შინაგანი სამყაროთი ხვდებიან ცხოველური შინაგანი სამყაროთი ხვდებიან აი ყველაზე იმით გაცვლება ეგ იქნება და მაგან არ შეგაშინოს ხო იმიტომ რომ მე მაგ ხო ბევრჯერ დავდექი რა და იცი რა დამეწყო ანუ ეს ადამიანები რომლებიც ასე ყველას უყვარს გარედან ხო
როგორ შეიძლება ვერ ხედავდნენ იმას, რა ადამიანები არიან შინაგანი. რანაირი განწყობა აქვს, თუნდაც იმ ადამიანების მიმართ, ვინც ისინი შექმნა. აი, ყველაზე მეტად მაღაზე შეფუთულები არიან ძალიან კარგი. მაღაზე მოხსოვნა აი შინაგანი ამბოხი, რასაც ქვია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ამ გულწრფელობისთვის, ამ ინტერვიუზე დათანხმებისთვის კიდევ ერთხელ. გისურვებ წარმატებებს, მე ვადევნებ შენს ყველა ნაბიჯს თვალყურს და ისევ გეცვლები, სადაც წარმატება გექნება, ყველგან ვიქნები, მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩამოჯექით ჩვენთან და ბარბარასთან ერთად. ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, იქ ღილაკია subscribe და subscribe-ეთ და გამომყევით. რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანებს შეგახვედრებთ და ძალიან საინტერესო ისტორიებს მოისმენთ და ისეთ ამბებს, რომლებიც შეიძლება არც კი იცოდეთ. მადლობა. კარგად.